Resume. პირდაპირ ეთერში ტაოკლარჯეთში ეკლესიების აღდგენა, მეჩეთების აღდგენის და ერთის აშენების სანაცვლოდ 2008 წელს დაწყებული შეთანხმების პროცესი ისევ გრძელდება. ნიკა ვაჩეიშვილის შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს, საპატრიარქო კი იგნორირებას აპროტესტებს. ამ საკითხზე მკვეთრი პოზიცია აქვს რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მურმან დუმბაძეს. ისაა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ მურმან, მადლობთ რომ გამონახეთ დრო, ჩამოდით თბილისში და მობრძანდით ჩვენ სტუდიაში. იქნებ გვითხრათ, რაში ხედავთ თქვენ საფრთხეს? ძალიან ბევრი ხელოვნება ცოდნე საუბრობს. გუშინ ჩვენი ეთერის სტუმარი იყო ნესტან თათარაშვილი, რომელსაც ესეც შეკითხვაც კი დაგაბარად, როგორ ბატონ მურმანს არ უნდა ოშკის აღდგენა, მაგალითად და რესტავრირება. რაში ხედავთ თქვენ საფრთხეს? რატომ ითხოვთ ხელშეკრულების გაუფორმებელი ხელშეკრულების გაუქმებას? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. შეკითხვა არის არასწორად დასმული, თუ ასე დავსვამ შეკითხვას, რომ გინდათ თუ არა ოშკის აღდგენა, ბუნებრივია საქართველოში ვერ ნახავთ ვერც ერთ მოქალაქეს, რომელიც უარ სიტყვის ამ დიდებული ტაძრის აღდგენაზე. ასე არ უნდა დაისვას საკითხი, იმიტომ რომ ამ შეკითხვას მძიმე უნდა დაისვას და უნდა გაგრძელდეს რის სანაცვლოდ. აი აქ არის მთელი პრობლემა. პირველ რიგში ჩემს ოპონენტს, რომელიც დღეს ჩვენ სტუდიაში უბრალოდ სხვა მოსაზრება დღეს ვივალდებულებ თავს რომ უპასუხო, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნესტანს ხელშეკრულების შინაარსი ტექსტი არ ექნება წაკითხული, იმიტომ რომ ასეთი ტექსტი ხელშეკრულების შინაარსი დედამიწის ზურგზე არც არსებობს. იმიტომ რომ წამდაუწუმთ ჩვენი ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი და ამ ხელშეკრულების შინაარსიც მოყოლებული 2005 წლიდან, აი 2008 წელს, 2009 წელს, აი მიმდინარე ხელშეკრულებისაც აშკარად ჩანს, რომ ხელშეკრულების შინაარსი იცვლება და თავად მე მგონი ხელისუფლებამაც არ იცის რის მიღწევა უნდა ამ ხელშეკრულებით. მოკლედ ჩემი ამოცანა არის, რომ კულუარულად პროცესი არის გაუმჭვირვალე. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არიან ანგარიშვალდებულება არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა, რომ გააგებინონ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის რაობის შესახებ, რა შინაარსია, რა ტექსტია ლაპარაკი, როგორ იქნება აღდგენილი ოშკი, რის სანაცვლოდ იქნება აღდგენილი, ჩვენ რას დავთვალოთ, რომ სანამ საბოლოო შეთანხმება არ მოხდება, პრინციპების გაზიარება, იქნება თუ არა ეს პრინციპული ხელშეკრულება, იქნება თუ არა შემხედრე პოზიციები, უამრავი შეკითხვები ისმევა, ბუნებრივია ხელშეკრულების შინაარსი ყველამ უნდა იცოდეს და მათ შორის ჩვენც და უფრო იოლად შევძლებთ ამ ხელშეკრულების პლუსებზე და მინუსებზე ლაპარაკს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა პროცესი იყოს გამჭვირვალე. მე ვადასტურებ ყველა იმ ადამიანის მოსაზრებას, ვინც არის მომხრე ხელისუფლების პოზიციისა და ასე ვთქვათ ხელისუფლების ვერსიისა, რომ ის ტაძრები უნდა აღდგეს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ხელისუფლების ნებელობასაც, ეს არის კარგი, რომ ამ საკითხზე დაიწყეს ხილობა, იმიტომ რომ ეს არის მათი კონსტიტუციური ვალდებულება სხვათა შორის, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლებისათვის წესრიგს, რომელიც ავალდებულებს მას, რომ აი ეს საეკლესიო ტიპის ნაგებობებს შეგნებულად მოგლა პატრონობა გაუწიოს და ეს არის კარგი. თუმცა ის რომ გადავდივართ ამ საეკლესიო ნაგებობებზე და ეკლესიასთან მოლაპარაკებები არ ხდება და ჩვენთვის გაუგებარია და რატომ საქართველოს საპატრიარქო ასეთ პოზიციას აფიქსირებს, ესეც უნდა ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა და ეს მუხლი ირღვევა. მე ვფიქრობ, რომ ხელშეკრულების შინაარსი, რაც ჩემთვის არის გასაგები სხვადასხვა ინტერვიუებიდან, ჟურნალისტების მეშვეობით და პასუხებიდან, ხელისუფლების წევრებიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არ არის კულტურული ურთიერთობის დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არის წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტი და ამ დოკუმენტში პირდაპირ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ თურქეთის ხელისუფლება არაფერს არ წააგებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მოიგებს თუ არა, მე არ ვიცი. ერთადერთი პლუსი ბუნებრივია, კისიერი აღდგენა მოხდეს ამ დიდებული ტაძრებისა, მეც თავად და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მე უფრო ადრე ვნახე ეს ტაძრები 99 წლის 31 აგვისტოს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როცა გაიხსნა საბჭოთა კავშირ თურქეთის საზღვარი, მაშინ მე გახდით ამ ტაძრების მოსანახავად და პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ცოტა გამუქებულია ამ ტაძრების დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, იმიტომ რომ
პრაქტიკულად იშხანი მაშინაც დაანგრეული იყო და დღესაც დაანგრეულია. ხანს და კარგ მდგომარეობა, კარგ ჭყალებში ვამბობ, გუმბათით შენარჩუნებული იყო და ის დაინგრა 2007-ში. ოშკის დაანგრევა ასე უეცრად არ ხდება და მე უნდა გითხრათ, რომ ეს ტაძრები და ყველასათვის არის ცნობილი, რომ ეს ტაძრები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 1000, 1200, 1300 წლის განმავლობაში უძლებდა დროსა და ვითარებასა და ჟამს და რაღა მაიცა და მაიც სააგაშვილის ხელისუფლება მე უფრო მგონია, რომ უფრო აპიარებს ამ საქმეს, ვიდრე მის არსობრივ ხარეზე ლაპარაკობს. მაგრამ ხომ ოდესღაც ხომ დაიწყოს პროცესი მოლაპარაკების და შეთანხმების. ეს კარგია, მე თავიდანვე აღნიშნე, რომ კარგია, როცა ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და რა შანსია ისეთი დოკუმენტი შედგეს, რომ ჩვენ დავრჩეთ მოგებული თურქეთის ინტერესებიც ხომ არსებობს. როცა ხელშეკრულების ორი მომწერი მხარე არის თურქული მხარე და არის საქართველოს მხარე, აქ პრინციპული პოზიციები უნდა იქნას დაკავებული. იმიტომ რომ აქ ლაპარაკია საქართველოს მხარე ამბობს, რომ მე სურს აღვადგინო თურქეთის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და მაშინდელი ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები, ანუ ტაძრები, ეკლესია მონასტრების სახით მისი აღდგენა პრაქტიკულად დღევანდელი თურქეთის პირობებში ეს არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩემთვის, მაგრამ თურქული მხარე ამბობს, რომ მე უნდა აღვადგინო 3 მეჩეთი და პლუს 1 ახალი ავაშენო. ანუ აქ ნაცვალგების პრინციპი აშკარად არის დარღვეული. ხელშეკრულება ორ ნაწილად მაინც უნდა გაიყოს. აი ვილაპარაკოთ უნდა ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც დაადასტურებს ჩვენი ხელისუფლების დატყოფნას, რომ იქაურ არსებულ ეკლესია მონასტრებზე ვილაპარაკოთ და დაადასტურებს თურქეთის მზადყოფნასაც, თურქეთის ხელისუფლების მზადყოფნას, რომ აქ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთების აღდგენაზე ვილაპარაკოთ. როცა ვლაპარაკობთ იქ არსებული მეჩეთების აღდგენაზე და აქ ვლაპარაკობთ ახალი მეჩეთის აღდგენაზე, ეს არ არის უკვე პრინციპიული ხელშეკრულება და ეს არ არის ნაცვალგობის მეჩეთი არსებობდა, ის დაიწვა და უბრალოდ მეგეთანხმებით. აზიზიეს მეჩეთი ნამდვილად არსებობდა, ჩვენს მეხსიერებას, ჩემს თაობას, ჩემი მამის თაობას, ჩემი ბაბუას თაობას აზიზიეს მეჩეთი არ ახსოვს. ანუ ეს მეჩეთი დაანგრეული არის დაახლოებით უფროსურად დაიწყო. აშენება რა არის საშიშროებას წარმოადგენს. გოგი ხოშტარია საუბრობდა ჩვენს ეთერში, რომ 400 მეჩეთი გვიღირდეს უნდა ერთ ოშკად და ასე მარტივ ეს ძალიან უტრირებული, ძალიან მარტივი ტრივიალური შეკითხვაა. ახლა მაშინ მე შემიძლია შებრუნებით დავსვა კითხვა. ერთი ეკლესია რო აღდგეს, თქვა ეკლესიის ფუნქციური სახით, ეს რაიმე საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის სახელმწიფოსათვის, რომელიც თქვა ტერიტორიით 10 ჩემზე დიდია და მოსახლეობით 20 ჩემზე დიდი. რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? აი მეჩეთი არის რაიმე საფრთხე ბათუმში მეჩეთი ბათუმში და აჭარაში და საქართველოში ზოგადად მეჩეთები არის ძალიან ბევრი. მოდით პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ მე თავად ბათუმელი გახლა ვარ და ყველაზე უფრო ახლოს ვიცნობ მუსლიმ მრგლს, ისინი არიან ჩემი ნაცსაები, ჩემი მეზობლები, ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, ადამიანები, ვის გარემოშიც მე ვცხოვრობ და ვიზრდები. მუსლიმი მრევლი და მუსულმანური მეჩეთი არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს. მუსულმანური მეჩეთი გუშინ კი არ აშენებულა და გუშინის წინ დღესაც შენდება და მიმდინარეობს შენებულებები. აჭარის ზემომთიან აჭარაში უამრავი მეჩეთია და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არის. მაგრამ როცა თურქეთის სახელმწიფო ულტიმატუმის სახით გიყენებს, რომ მე ოშკის აღდგენის სანაცვლოდ გინდა თუ არ გინდა, მე სიმბოლო უნდა დავდგა და თანაც ის ამბობს, რომ ეს არის სალოცავი ფუნქციის გარეშე. ანუ მეჩეთი, რომელიც აშენდა 19 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, როგორც ოსმალური თურქეთის გამარჯვების სიმბოლო. იქ ხომ როცა აშენდა ეს მეჩეთი ქალბატონ დიანა, მაშინ ხომ მუსლიმი მრევლი არ არსებობდა ბათუმში. რისთვის ააშენა თურქმა ეს მეჩეთი? აბა ვიანგარიშოთ, აი წავიდეთ გოგი ხოშტარიას პასუხის სანაცვლოდ. 60-იანი წლების დასაწყისში ეს მეჩეთი აშენდა როგორც ლევამოსილების, როგორც გამარჯვებული არმიის, როგორც გამარჯვებული იმპერიის სიმბოლო. მე ველაპარაკებიც იგივე სიმბოლო იქნება, იგივე დატვირთვის მატარებელი. თურქეთს ველაპარაკები ტაძრების აღდგენაზე, უმნიშვნელოვანესი საკაცობრიო ღირებულებების ტაძრების აღდგენაზე და ის მელაპარაკება სიმბოლოების აღდგენაზე. სულ სხვადასხვა ცნება. აი თუ ასე გაგრძელდება ლაპარაკი, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. უпростоრად ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს აქ პრინციპული პოზიცია, მუშაობა ამ ხელშეკრულებაზე უნდა გაგრძელდეს პრინციპული პოზიცია, ნაცვალგების პრინციპი და შესაძლებელია გადავარჩინოთ ის ტაძრებიც და შესაძლებელია ბუნებრივია თურქეთის ისედაც მზარდი ასე ინტერესები გავითვალისწინოთ. ისე არ შეიძლება რომ მარტო ჩვენი ინტერესები გავითვალისწინოთ და თქვათ სხვა მუზეუმის ფუნქცია ექნება მეჩეთს, თქვენ ფიქრობთ? ყოველ შემთხვევაში მე ხელშეკრულება არ წამიკითხე, ამიტომაც გითხარით დასაწყისში, რომ ხელშეკრულების შინაარსი ჩვენთვის არ უცნობი. ანუ თქვენ ნიკავაჩეიშვილის და სხვა განცხადებით ის ამბობს, რომ მას არ ექნება სალოცავი ფუნქცია. ეხლა ფუნქციებზე აქ არ არის ლაპარაკი. თქვენ პრეტენზიებში იყო ასევე საპატრიარქოს ჩართვა ამ პროცესში. თქვენ თქვათ გააქვთ რაიმე ტიპის კონტაქტი? მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა
პატრიარქოს ჩემი დაც ვარ დაჭირდება, იმიტომ რომ საკმაოდ თავის წარმოადგენს ის სუბიექტს და მასზე პასუხისგაცემა მას ჩემზე უკეთესად შეუძლია. აქ არ არის ლოცვა წირვის აღდგენაზე იქ და აქ, ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ არის თუ არა ამ ხელშეკრულებაში ჩადებული ღირსეული შინაარსი, ანუ არის თუ არა დაცული ნაცვალგების პრინციპი, არის თუ არა შემთხვევით პოზიციები დაჩაგრულად გამოიყურება იმ ხელშეკრულებით, რომელზეც მიდის თქვა საუბარი. დედამიწის ზურგზე არც ერთი კარგი წამოწყებული საქმე ღირსების გარეშე არ გაკეთებულა. ღირსეული ხელშეკრულება უნდა დადოს ქართულმა სახელმწიფომ და ღირსეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა ჩაიდოს თურქული მხრიდანაც. ეხლა როცა ულტიმატუმს გიყენებს, გინდა თუ არ გინდა, მე ოშკის სანაცვლოდ ეს არის უკვე ვაჭრობა. აი ის ამბობს რომ მე ოშკს აღვადგენი იმ შემთხვევაში, ეს არ არის მაინც და მაინც მის პრეშტის ამსეთ უზარმაზარ სახელმწიფოს არ მატებს, იმიტომ რომ მე აღვადგენ ოშკს იმ შემთხვევაში, თუ მე მეჩეთს, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მქონდა მაგ როგორც გამარჯვების სიმბოლო, ეხლა უნდა აღვადგინო. მოდი ახლა მარტივი შეკითხვა, ტრივიალური შეკითხვა დავსვათ. თქვათ აშენდა ეს მეჩეთი. რა იქნება ამ მეჩეთის სალოცავი ფუნქცია? ვიცით რომ ვაჩეიშვილი ამბობს რომ ნუ გეშინიათ ქართველობა, მას არ ექნება, არ მაშინებს მე სალოცავი ფუნქცია პირიქით. სალოცავი ფუნქცია არ მაშინებს, იმიტომ რომ ბათუმში მეჩეთი ფუნქციონირებს, მას ორთაჯამის სახელით არის ცნობილი, მას ყავს მუსლიმი მრევლი, მაგრამ თურქული სახელმწიფოს აშენებული კი არ არის. ეს ააშენა მუსლიმმა მრევლმა. აჭარაში დაახლოებით 150-მდე მეჩეთია. არც ერთი მეჩეთი არ აშენებულა თურქული სახელმწიფოს ულტიმატუმით. არ აშენებულა სახელმწიფო კაპიტალით. არაშენებულა თურქული სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს ხელმოწერის შედეგად. ის ააშენა ქართველმა მუსულმანური აღსარებლობის ადამიანებმა შეკრიბეს შემოწირულებები და ააშენეს თურქეთის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ფინანსებით აშენდება მეჩეთი, როგორც თქვენ ამბობთ, გამარჯვების სიმბოლო. კატეგორიულად დაუშვებელია ჩემთვის. კატეგორიულად დაუშვებელია. მოდი ჩვენ რაღაცაები უნდა გავითვალისწინოთ. ის რომ გოგი ხოშტარიას უნდა რომ ოშკი აღდგეს, მე ვეთანხმები, რა თქმა უნდა აღდგეს და ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ეს არის სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანიშნულება, რომ ის რაც არ გამოგივა დღეს, გამოგივა ხვალ. ძალიან რო ვჩქარობთ, შესაძლებელია უფრო მაგრა დავმარცხეთ, იმიტომ რომ ძალიან სიჩქარის მაგალითები ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლებისათვის ჩემთვის არის ცნობილი. ზემოკოდორიცსაც შეგახსენებ და ახალგურუსაც შეგახსენებ. თურქეთის ინტერესები რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება შევთავაზოთ, რომ ჩვენ ღირსეულად გამოვიყურებოდეთ და თურქებიც. აი ეგ არის მთელი პრობლემა, რომ მეც კი ვერ პასუხობ, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვუსვამ ამ შეკითხვას. თქვა აშენდა ეს მეჩეთი. რა დაეწერება ამ მეჩეთს აი აბრაზე. აბრა უნდა მივაკრათ ამ შენობას. რა იქნება რა სახელით იქნება ეს მეჩეთი? რა უნდა დავარქვათ მას? აზიზიეს მეჩეთი აღდგენილი თურქეთის ხელისუფლების მიერ. აზიზიეს მეჩეთი არ არსებობს ჩვენ ცნობიერებაში. ისტორიული მეხსიერება ახლა თუ ჩვენ ძალიან უკან დაუბრუნდებით, არ არსებულ მეჩეთებზე ვილაპარაკებთ. დღეს ხო ის არ არსებული მეჩეთია და ძალიან უკან დაუბრუნდებით. იცით აუკლარჯეთში რამდენი ეკლესია მონასტერი არის დანგრეული? მაგალითად ბანა არის დანგრეული. პრაქტიკულად ბანა დანგრეულია. უზარმაზარი აია სოფიას ადარებდნენ. თუ ძალიან უკან წავალთ, მაშინ აია სოფიას ტაძარიც აერახან ვახსენე, აია სოფიას ტაძარიც ვის ეკუთვნოდა აქამდე. ასე ისტორიაში კი ნუ გადავალთ. მოდი დღევანდელ დღეზე ვილაპარაკოთ. ანუ ღირსეული შეთანხმება არის, რომ მაგალითად ბანას აღდგენა მოითხოვოს ქართულმა მხარემ აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ? არა, შეთანხმება უნდა იყოს ნაცვალგების პრინციპზე აგებული. ჩვენ ვილაპარაკოთ უნდა არსებულ ძეგლებზე, ისტორიას უნდა დავანებოთ თავი. თუ ისტორიაში გადავალთ, მაშინ ძალიან აღდგენის სანაცვლოდ. აღდგენის სანაცვლოდ. მე ვადასტურებ, ნამდვილად ვადასტურებ, რომ პირიქეს ჯამი არის აღსადგენი და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ბევრი საუბრობს, აი ქართული კულტურის ნაწილია ეს ჯამები და ეს მეჩეთები. დიახ, იმიტომ რომ იქ ლაზი ოსტატების ხელი ურევია და ამიტომაც ქართული კულტურის სხვათა შორის ვაჩეიშვილი რამდენიმეჯერ იმეორებს ტერმინს, რომ ეს არის თურქული კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, რაც ბუნებრივია იდენტიფიკაციას იწვევს მუსულმანი ქართველების და ეთნიკური თურქების, რაც საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი მოვლენა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან, აი მათი ეს განსაზღვრება. მე ვამბობ, რომ აღდგეს იქ არსებული ეკლესია მონასტრები ყოფილი, დღევანდელი მოდი ვუწოდოთ მათ ისტორიული კულტურული ხასიათის ძეგლები აღდგეს და აქაც აღდგეს მეჩეთები, სადაც სხვათა შორის წირვალოცვაც მიმდინარეობს. ახლა ახალციხეში მაგალითად მუზეუმის სახით არის წარმოდგენილი. ის რომ ჩვენს ხელისუფლებას ცოტა გონიერება გამოეჩინა, აი ამაში მთელი უბედურებაც რომ გონიერება რო გამოეჩინა, თურქეთის ხელშეკრულების გარეშეც დაიწყებდა ამის აღდგენას. მაგალითად მე კვირიკეს ჯამეს ძალიან ადრე აღვადგინე, იმიტომ რომ
ის არის სავალალო მდგომარეობაში, არის მშვენიერი ასე ჯამე და მისი რა თქმა უნდა, შემხვედრი არგუმენტები შენ უფრო მეტი გექნებოდა. ეხლა როცა შენ წაგებული ის პოზიციიდან, მე მაინც მეჩვენება რომ ეს ხელშეკრულება არ არის თურქეთის ინიცირებული ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება უფრო მეტად ქართული მხარის შეთავაზებაა და მას პიარული ნაწილი ძალიან ახლავს, რომელიც საერთოდ დამახასიათებელია ქართული სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. ამ პოზიციას რომ ოშკი 4-თა და ეს 4 სალოცავი, ეკლესია, რომელზეც არის საუბარი, ქართული კულტურისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება კვირიკეს ჯამე თურქეთისთვის. არა. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ბათუმელთა აზრიც. ეხლა მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ ბათუმელების სახელით გელაპარაკოთ, მაგრამ მე უამრავ ადამიანებთან მქონდა შეხვედრა, ისტორიკოსებთან, ხელოვნებაცოდნეებთან, პოლიტიკოსებთან, ადამიანებთან, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არსებობს ისტორიული მეხსიერება. მოდი ესეც უნდა ვაღიაროთ, არა? ამიტომ ხელშეკრულების დადებისას ბათუმელთა აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. მოდი ერთ შეკითხვას, თუ აქ ინტერესები არ არის თურქული სახელმწიფოს. ახლა ღია ეთერში ასე კი არ უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკოსი, მაგრამ მე იძულებული გავხდი ისე აგორდა ეს თემა, რომ იძულებული ვარ ვაჩეიშვილს და მისთანებს აი ამდაგვარად უპასუხოთ. მეჩეთი, იცით რამდენი მუსულმანი ცხოვრობს დედაქალაქში თბილისში? იმდენი მუსულმანი ცხოვრობს დედაქალაქში, რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქალაქ ბათუმში. ბათუმი არის დაახლოებით 100,000 კაცისაგან შემდგარი ქალაქი, ხოლო 100,000 მოქალაქე დედაქალაქში არის მუსულმანური ამხსარებლობის. რატო არ ითხოვს თურქეთი ვთქვათ დედაქალაქში მუსულმანური სალოცავის აღდგენას? იმიტომ რომ აქაც იყო მეჩეთი და დაიწვა, ეს ჩვენთვის ისტორიულად ცნობილი ფაქტია. ის ითხოვს მაინც და მაინც ბათუმში. მზარდი ინტერესები აქვს თურქეთის სახელმწიფოს და მე არ მიკვირს მისი პოლიტიკასაც და ბიზნესაც. რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც და ბიზნესაც და თურქული სახელმწიფო თავისი სახელმწიფოს ინტერესებისათვის, მისი ტერიტორიის დაცულობისათვის, მისი ხარისხის გაზრდისათვის, რა თქმა უნდა, იქცევა მისი გადასახედიდან ბჭყალებში ღირსეულად, როცა შეუძლია ქართული პატარა სახელმწიფო დაჩაგროს. ჩვენ არ ვართ ჯერ ისეთი ძლავრი ძლიერი სახელმწიფო, რომ რაღაც გამოწვევებს უპასუხოთ. მე ვამბობ თურქეთის მხრიდან რა უნდა გააკეთოს საქართველოს ამ შემთხვევაში? საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურმა უნდა გააგრძელოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან. გააგრძელოს მოლაპარაკებები საერთაშორისო აღდგენის სანაცვლოდ. ვიდრე არ იქნება აღდგენის სანაცვლოდ. მოკლედ, უნდა ვილაპარაკოთ ასე. არსებობს თურქეთში უწოდებთ მას ეკლესიებს, იმიტომ რომ ეკლესია ცოტა სპაცნება, უწოდოთ მას მატერიალური კულტურული ძეგლები და არსებობს კულტურული ძეგლები საქართველოში, ასე ვთქვათ, მუსულმანური ისლამური კულტურისა არსებობს იქაც და მოდი არსებულების აღდგენაზე ვილაპარაკოთ. აი აქ უნდა გავჩერდეთ წერტილი დავსვათ და აი აქ უკვე დეტალებში შიგნით როგორ რანაირად რა ფინანსებით იმან რა უნდა გააკეთოს, ჩვენ სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთოთ, აი ამ ხელშეკრულებას უნდა გავყვეთ. იმიტომ რომ ხელშეკრულება აშკარად არათანაბარ პირობებში არის, ასე ვთქვათ, დადებული. მათ შორის ამ ხელშეკრულების ხელმომწერ პიროვნებებს შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისვემა. ის ამბობს რომ მე უნდა ავაშენო ახალი და თქვენ ამბობთ რომ მე უნდა აღვადგინო ის რაც არსებობს. და მოკლედ აქ ძალიან პარიტეტი არის ძალიან დარღვეული. გასაგებია ბატონ მურმან, საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით რა სიტყვით? მათ მოითხოვეს ეს ვთქვათ პრეტენზია გამოთქვეს რომ არ არიან ჩართულები პროცესში და სრულიად სამართლიანია მათი პრეტენზია, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია და კონკორდატი ავალდებულებს საქართველოს მთავრობას რომ ერთობლივად გადაწყვეტონ ასეთი საკითხები. ეს არის რესტავრაციის საკითხები, ეს არის კონსერვაციის საკითხები, ეს არის ძეგლების აღდგენის საკითხები. პირდაპირ კონსტიტუციური მითითებაა რომ ისინი უთანხმდებიან ეკლესიას, საპატრიარქოს ზოგადად დღეს ერთ-ერთ ჟურნალისტმა თუმცა მე არ მინდა რომ წავიდე წირვალოცვის, იმიტომ რომ ჩვენ აი თქვა მე უფრო საერო პირი ვარ, ხო მართალია, საჯარო პირი ვარ, საერო პირი ვარ და წირვალოცვებზე არ ვლაპარაკ. მე არ ვამბობ რომ თურქეთში წირვალოცვა გინდა თუ არ გინდა უნდა აღდგეს და ეს არის ნაცვალგების პრინციპი. ეს არ მითქვია. მე ვამბობ რომ იქ არის მატერიალური კულტურის ძეგლები, აქ არის მატერიალური კულტურის ძეგლები და აი აღვადგინოთ არსებულები. თუ მოხდება ვთქვათ ამ ფორმით ხელშეკრულების დადება, ვთქვათ თქვენი საბოლოო პოზიცია როგორი იქნება? ვთქვათ ხელშეკრულება ჯერ არავის არ უნახავს, მაგრამ თუ გაფორმდა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, გასაგებია თუ ჯიუტად გააგრძელებს ამ ხელშეკრულების გაფორმებას, ეს იქნება მისი ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი შეცდომა და მე გეტყვით ამ შემთხვევაში ჩემი აზრით
იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მოქალაქეს შევხვდი, ამ თემაზე ძალიან ბევრი მუშაობ, ბათუმელი მოქალაქეები იმას გაუწევენ წინააღმდეგობას. შეხვდება სერიოზული წინააღმდეგობა. მე ერთ-ერთი მინუსი ამ ხელშეკრულებისა ისიც დავღნიშნე, რომ აქ არ იქნება ახლა ისე არ უნდა გავიგეთ. მე სპეციალური შეხვედრა მოვაწყე ბათუმში, აი ამ სპეციალისტებს შევხვდი, ისტორიკოსებს, საზოგადოების წარმოადგენლებს და შეხვდა სხვათა შორის აი ამ შეკრებაზე მოსული იყო მუსულმანური საზოგადოების თავმჯდომარე მოადგილე და აი ამ მათი პოზიცია არის ასეთი თურქული სახელმწიფო ვერ აშენებს აქ სალოცავს მეჩეთს სალოცავი ფუნქციით ან სალოცავი ფუნქციის გარეშე. მათი პოზიცია არის წმინდა ისეთი პოზიცია როგორც მიჭირავს მე. ანუ თურქული სახელმწიფო არ ერევა ამ საქმეში. სახელმწიფო არ ერევა რელიგიის საქმეში. სეკულარული სახელმწიფოა თურქეთი ხო ასეა კონსტიტუციურად. და როდის დაიწყო მან მეჩეთებზე ზრუნვა? არ არის ეს მისი საქმე. ასევე საქართველოს საქმეზე საქართველოს უნდა იფიქროს მატერიალური კულტურის ძეგლების აღდგენა თურქეთმაც უნდა იფიქროს მატერიალური ძეგლების აღდგენაზე, მაგრამ ეს ძეგლების ვთქვათ გადარჩენის გზაზე, ასე ვთქვათ, რა შეიძლება გააკეთოს მაშინ ქართულმა სახელმწიფომ? დაიზრუნოს, უფრო მეტი გონება, უფრო მეტი სიბრძნე და უფრო მეტი შემხვედრი, არგუმენტირებული და პრინციპული პოზიციები უნდა დაიჭიროს თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების დროს. მე ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა არის შესაძლებელი. ეს ძეგლები ხომ მარტო ქართული მემკვიდრეობა აღარ არის უკვე. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებია. ეს ხომ საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლებია და თურქეთის ხომ კაცობრიობის ნაწილს წარმოადგენს. თავად თურქეთმაც უნდა იზრუნოს მის გადარჩენას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიჭერთ პრინციპულ პოზიციას, თურქეთი ამ დონეზე მივა და ის დათანხმდება ამ ხელშეკრულების დადებაზე. ეს არის საქმიდან გაქცევა, ძნელი საქმიდან გაქცევა. საქართველოს ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ასეთი მარტივი პროცესებით პიარების გაკეთება. ეს არის მარტივად გაკეთებული საქმე. იცი, ძალიან ბევრს მე დაუთმობ და ის ძალიან ბევრს მიიღებს და ამით პიარს გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მე აღვადგინეოში უნდა იმუშაოს ბევრი, იმიტომაც იხდის გადასახადის გადამხდელი და იმიტომ ქირაობს საქართველოს თავრობას, მან ბევრი უნდა იშრომოს და შედეგი უნდა დადოს ისეთი, როგორც შეეფერება ღირსეულ სახელმწიფოს. ღირსეული სახელმწიფო ღირსეული ხელშეკრულებით მიიღებს შედეგს. უღირსი სახელმწიფო უღირსი ხელშეკრულებით შედეგს ვერ მიიღებს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მურმან დუმბაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.